კვირას ჩვენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ უშვილობის მიზეზებზე, პრევენციაზე, მკურნალობის გზებზე, ახალ მეთოდებზე და ასე შემდეგ. დღეს ჩვენმა თემების წარმდგენა ნინო მუსერიძემ მოგვიყვანა სტუმრად, ესე იგი, მოემზადეთ ახლა. გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, საშვილოსნოს ყელის დაავადება და დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი ატლასის ავტორი მადონა ჯუღელი. მოახერხე. ამდენი რეგალი. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, დიდი მადლობა ნინო, რომ ესეთი სტუმარი მოგვიყვანეთ. დღეს ჩვენ საუბრობთ ყელის კიბოზე და მის ადრეულ დიაგნოსტიკაზე, თუმცა მოდი ნინოთი დავიწყებ. ნინო, იცი რა მაინტერესებს? რა სიხშირით უნდა ვიკეთოთ ქალებმა პაპ ტესტი და რას მოგცემს ეს? ანუ ეს პრევენციული მედიცინა რისგან დაგვიცავს ჩვენ ქალებს? დღევანდელ დღეს უკვე განსაზღვრულია, რომ 3 წელიწადში ერთხელ, მაგრამ მე ვთვლი, რომ წელიწადში ერთხელ ეს აუცილებელია და მით უმეტეს მათთვის, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს საშვილოსნოს ყელზე, ალბათ 6 თვეში ერთხელ რომ გადააკონტროლონ ამჯობინებს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ის დამოკიდებულია ყველაფერზე და საერთოდ ზოგადად ქალის ჯანმრთელობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პრობლემა აქვს ქალბატონებს და დღევანდელ დღეს საშვილოსნოს ყელის კიბო და ზოგადად ონკოლოგია ძალიან ახალგაზრდა გახდა. სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ პროფილაქტიკასაც მეტ ყურადღებას ვაქცევთ და არ არსებობს ადამიანი, ვინც შემოაბიჯებს კლინიკაში და მას არ კონდეს იმის სურვილი და ჩვენ აუცილებლობა, რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ საშვილოსნოს ყელი. რადგან ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შეიძლება იყოს პრობლემა. აგრეთვე გარდა იმისა, რომ ასაკს თავისი მნიშვნელობა აქვს, პაპილომა ვირუსი იწვევს პრაქტიკულად ამ პრობლემას და ის ძალიან ახალგაზრდა ასაკში შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი რაიმე პრობლემის და შესაბამისად კიდევ ერთი რამ. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალი უნდა იყოს პირველ რიგში ჯანმრთელი და შემდგომ უნდა იყოს ჯანმრთელი დედა. და მე ვფიქრობ, რომ ქალტომადონასთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ასევე ჩვენ ერთად თანამშრომლობთ ამ სფეროში და ეს ჩემი პირველი და ვფიქრობ, რომ ჩემი უსაყვარლესი პროფესიაა, რასაც მე დღეს ვემსახურები და მინდა გითხრათ, რომ 24, 28, 32 წელი წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია ასეთი დიაგნოზი დაისვას, როგორიც არის საშვილოსნოს ყელის კიბო. და აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა პრევენციის ჩატარების საშუალება გვაქვს. ანუ პრევენცია არის დღეს ყველაზე მთავარი, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ქალბატონ მადანოს მინდა ვკითხო, არსებობს თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოშობის რაიმე მიზეზები კონკრეტული? რა თქმა უნდა, პირველი მიზეზი ეს არის თვითონ რაც იწვევს, ეს არის პაპილომა ვირუსი. ოღონდ რა თქმა უნდა, ადამიანის პაპილომა ვირუსი ყველა არ იწვევს ყელის კიბოს. ეს უნდა იყოს აუცილებლად ჯერეთი მაღალ ონკოგენური, მერე უნდა იყოს მისი დიდხანს პერსისტენცია არსებობა თვითონ იმ უჯრედში და უნდა ქონდეს კიდე ხელშემწყობი ფაქტორები. ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ქალბატონი ატარებს, ანუ აქვს დიაგნოსტიკით, რომ არის მაღალ ონკოგენური შტამის მატარებელი, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. ეს ვირუსი საიდან მოდის? გადამტანი. დიახ. არა, მე როგორც ყოველთვის სამბრალებენ გადამტანი არის მამაკაცი. როგორც ყოველთვის პაპილომა ვირუსის გადამტანი კაცი და გინეკოლოგი ყოველთვის კომპლიმენტს გეუნება ქალი თუ სუფთა, რა კარგი ქმარი ყავს, იმიტომ რომ ქმარი მოგიტანს ამას თუ მოგიტანს, ასე რომ კაცებო თქვენზეა ყველაფერი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სკრინინგის მნიშვნელობაზე, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რატომღაც ჩვენს მოსახლეობას ეს ცოტა გვიანესმის ხოლმე. ამ შემთხვევაში არა სკრინინგზე, არამედ ციტოლოგიაზე მინდა ვისაუბროთ. რა შედეგს გვაძლევს ხოლმე ის ციტოლოგია და შემდეგ ალბათ უკვე ინიშნება რაღაცა მკურნალობის კონკრეტული მეთოდები, ხო? მე მინდა ეს კითხვა ადრესირება გაუკეთო ნინოსთან, რომ მე და ნინომ რო დავიწყეთ ერთად ამაზე მუშაობა, საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. ბევრმა არ იცოდა რა იყო პაპ ტესტი და ნინო მოვიდა მაშინ პატარა გოგო და ფაქტობრივად ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა. რა თქმა უნდა, პაპსმეა ტესტი კოლპოსკოპია, ჩვენ ერთად ვაკეთებდით ამ დიაგნოსტიკას. ნინო ახსნის თავისას, რომ პაპსმეა ტესტს რა მნიშვნელობა აქვს და მე რა თქმა უნდა ჩავერთვები ჩემ ციტოლოგიური კვლევა. რას გვაძლევს ციტოლოგიური კვლევა? პირველად იმის გამოვლინებას, რომ რამდენად არის პრობლემა უჯრედში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ციტოლოგიური კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საიდან ვიღებთ მასალას. ნახეთ, ეს არ არის დნმ დიაგნოსტიკა, ეს არ არის PCR
არის, რომელიც მინიმალური დოზაც კი იმ დნმ-ისა, რომელიც დაუშვათ ეძებ უჯრედში აღმოაჩენ. ეს არის ადგილი, საიდანაც უნდა აიღოთ ნაწყით. ნახეთ, ერთხელ ერთ-ერთმა პაციენტმა სამ სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, სამ სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზი მქონდა დასმული. რატომ? იმიტომ რომ ადგილი, საიდანაც აიღეს ეს მასალა, ეს ხო არ არის, რომ კიბოა და არ არის. უბრალოდ ნახეთ, როდესაც ხდება მასალის აღება, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც ციტოლოგიური და კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკა ერთად სტარდება და მიზნობრივად იღებთ და ნახულობთ დაზიანების უბანს და იქედან იღებთ სრულ დადებითი და სრულ ნეგატიური პასუხები უფრო ნაკლებია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია იყოს ანთებითი პროცესი, შეიძლება იყოს პაპილომა ვირუსი, მაგრამ ეს ხომ არ ვრცელდება მთელ ყელზე. აქედან გამომდინარე, როგორც სკრინინგი. სკრინინგმა გააკეთა ის, რომ პაპ ტესტი არის სკრინინგული კიბოსთვის, მაგრამ ციტოლოგიას და კოლპოსკოპიას ერთად შეიძლება ჰორმონალური დიაგნოსტიკაც დასვა, როგორც კი ბატონო. ყელი არის, რა თქმა უნდა, თვალით არის უჯრედების განვითარების მიხედვით. კოლპოსკოპიურად ნახულობს ქალტონ მადონა მაგალითად, ხო, უჯრედებს, მის ლორწოვანის შრეობრიობასაც, იმიტომ რომ შეიარაღებული თვალია და როდესაც ციტოლოგიას ვაკეთებ, დღევანდელ დღეს უკვე დაიდო შრომები, რომ ციტოლოგია აფასებს სრულად, როგორია ესტროგენის შემცველობა, როგორია პროგესტერონის შემცველობა. ანუ შენ შეგიძლია ჰორმონალურ სტატუსზეც ისაუბრო ამ ქალბატონზე. სად არის გარდამავალი ზონა, სად არ არის. აქედან გამომდინარე, ეს იმდენად ბევრი ინფორმაციას გაწვირს, უბრალოდ ნახეთ, სკრინინგმა გააკეთა ის, რომ ეს გამოიყენება მხოლოდ ონკოლოგიის პრევენციისთვის. ჩვენ როცა ვსაუბრობთ დიაგნოსტიკაზე, რომელიც ქალტონ მადონასთან მაგალითად წარმოებს, ეს არის ყველაფრის დიაგნოსტიკა ერთდროულად. როგორც ჰორმონალურის, ასე ინფექციური სტატუსის, ასევე ყელის დაზიანების და ეს დაზიანების უბანი რა მკურნალობა უნდა ჩატარდეს და რა ხარისხი. ეს კი როგორი მოცულობითი არის ძალიან. ქალბატონო მადონა, მე მაინტერესებს საშვილოსნოს ყელის კიბოს რა სიმპტომები ახასიათებს? პირველ რიგში არანაირი სიმპტომები არ აქვს. რატომაც ხდება, რომ ყელის კიბო იყო მეორე ადგილზე მსოფლიოში, ეს ქალთა სიმსივნურ პათოლოგიაში და დღეს უკვე იმიტომ რომ შემოვიდა ეს კვლევები და ამ კვლევებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, რომ ეს არ არის მარტო პაპ ტესტი, ეს არსებობს უკვე, ეს არის უკვე მეორადი სკრინინგი ნიშნავს ეს პაპს მეატესტი და უკვე კო ტესტია პაპილომა ვირუსის მაღალ ონკოგენური შტამის მოძიება, რომ შესაძლებელია ან ერთში იყოს პრობლემა, ან მეორემ ნახოს და უკვე კოლპოსკოპია თუ რა თქმა უნდა ექსპერტის მიმართ მიერად ჩატარებული, ის უკვე ნახულობს უბარს, დაზიანებას და სწორ მენეჯმენტს ახარისხებს. სიმპტომებს დაუბრუნდები, სიმპტომები არ აქვს. თვალით არ ჩანს, ჩივილი პაციენტს არ აქვს და შესაბამისად აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს როგორც კიბოს წინარე დაავადება და ასევე უკვე ონკოლოგია პირველი. ანუ პირველი ხარისხი ნიშნავს რომ მე ჯერ ვერ ვხედავ, იქ ეს არის მიკროინვაზიური გამოდის მერე კი ინვაზია და უკვე შემდგომში როცა უკვე სამწუხაროდ გავრცელებული ონკოლოგია, იქ უკვე იწყება სიზღდენა, ეს არის მენსტრუაციის შორის სისხლიანი გამონადენი, კონტაქტური სიზღდენა და აქ უკვე ჩართულობა ცოტა გვიან არის ხო? ქალბატონო მადონა, მაყურებელი წეს და მინდა რომ ვიდრე ეთერი დასრულდება, რომ წაკიკითხოთ, ესეთი კითხვა აქვს მაგალითად, მაქვს პაპილომა ვირუსი ონკოჯგუფს მივეკუთვნები, ამ ეტაპზე აცრის გაკეთებას თუ აქვს შედეგი, ამობენ თითქოს გენოტიპობას შეცვლისო. კეთილი, კარგი კითხვა. თუ პაპილომა ვირუსის მტარებელია და მას დაზიანება არ აქვს და ის აკეთებს ყოველ წლიურ ამ გამოკვლევას, თვითონ ვაქცინაციას 45 წლამდე დადო უკვე FDA-მ, რომ ჩვენ შეგვიძლია ურჩიოთ პაციენტს, ჯერთი არ ცვლის, უბრალოდ იმუნური პასუხი, როგორც ასეთი ეპითელურ უჯრედს არ ახასიათებს, ეს არის ადგილობრივი იმუნურ პასუხზე ლაპარაკი და ჩვენ ვაქცინაციით ვაძლევთ ინფორმაციას, რომ მე შემიძლია უკვე შეგებრძოლო. ანუ ანტისხეულების რაოდენობა მამძლევს იმის საშუალებას, რომ მე ინფორმაცია მოგცე და გაგცე პასუხი, რომ მე შემიძლია უკვე თავი დავიცვა თქვენ ამ პრობლემის. დიდი მადლობა, მაყურებელიც კმაყოფილია. მადლობა მაყურებელისთვის კიდევ ერთხელ.